იცი რატომ მეძახიან ჯადოქარს? ჩვენ გვაქვს სტერეოტიპი მსახურების შესახებ. მაგალითად, მოხუცლებს აქვთ მსახურება, სამხედროებს აქვთ მსახურება, რა, მაგრამ რა სახის მსახურებაა ეს? მსახურება არის ის, რისთვისაც აქ მოვედი. თუ აქ მოვედი და საკუთარი თავის რეალიზებას ვახდენ. შვენივრად მესმის, რომ თუ ცოცხლს მომცემენ და ეზოების დასუფთავებას დამავალებენ, მე სიამოვნებას მივიღებ, რადგან მე იგივეს გავაკეთებ, იცი? ჩემს გარშემო ხალხი შეიკრიბება და მე დავეხმარები მათ კითხვებზე პასუხის პოვნაში. და ამავდროულად ეზოს დავგვი. მეწარმე რომ გავხდე, მე ზუსტად ისეთი ადამიანი ვიქნები, ვისთანაც ხალხი რთულ კითხვებზე პასუხების სათხოვნელად მოვა. რომელ როლშიც არ უნდა დამაყენონ, მე იმას გავაკეთებ, რისთვისაც დავიბადე. და ეს არის ყველაზე დიდი მცდარი წარმოდგენა. როგორც წარმატებასთან დაკავშირებით, ასევე მოწოდებასთან დაკავშირებით. მოწოდება არ არის პროფესია. ეს არ არის როლი, რომელსაც ფუნქციურად ასრულებ. დარწმუნებული ვარ, თუ ახლა ბანკის სალაროსთან დამსვავთ, ხალხი მოვა ფულის გადასაცვლელად. ქაღალდზე ხელის მოსაწერად. მე მაინც იგივეს გავაკეთებ. მაინც. უკვე პროექტის იდეაც კი მაქვს. ანუ იძიო პასუხებს ყველაზე მნიშვნელოვან დიახ, კითხვებზე. ცხოვრების ყველაზე რთულ კითხვებზე. ადამიანი ჩდება ჩემს სივრცეში. რატომ? იცი რატომ მეძახიან ჯადოქარს? იმიტომ რომ ყველაფერი, რაზეც ჩემს გვერდით მყოფი ადამიანი ფიქრობს, ახდება. მე მყავს მეგობრები, რომლებიც უბრალოდ მოდიან ჩემთან ჩაის დასალებად, არც კი საუბრობენ. და ყველაფერი რეალიზდება. ვიღაც განიკურნება განუკურნებელი დაავადებებისგან, ვიღაცა პრობლემებს გადაჭრის, რომლებიც წლობით აწუხებდა. ყველაფერი ხდება და ეს ხდება უბრალოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ჩემს გვერდით არის. უბრალოდ ჩემს გვერდით. ახლაც კი ხალხი უყურებს ჩვენს ეთერს. მე მყავს უამრავი გამომწერი, ვინც ეს იცის. და ისინი უბრალოდ უყურებენ ჩემს ვიდეო რგოლებს. სურვილს ჩაიფიქრებენ და ის ხდება. და ასე შემარქვეს ჯადოქარი.